ეხლა ჩემი დე ეყარა მე ვიწყებ გაჩერდი მე პირადად აი ჩემ სოფელში არა დადებითად ვაფასე ეხლა შენი ლაპარაკი დღეს ვაფასებდით 9 თვე სადაც 5 მილიონი იყო გარღვევა ამიტომ ქართული ოცნების უმრავლესობამ დააფიქსირა რომ ეს 9 თვის მუშაობა უნდა შეფასებული იყო უარყოფითად მაგრამ ეს არის ზუსტად დემოკრატია ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომ 9 თვის შეფასებული ყოფილიყო დადებითად ბიუჯეტის 9 თვის განმავლობაში და მინუსი არის 4.835.700 ლარი ნოემბრის თვეა მაგ ასათვისებელ თანხას ხო ემატება მეოთხე კვარტლის შესასრულებელი სამუშაო. ნუ კიდევ დაემატება ასათვისებელი თანხა. ეხლა აი აქ რა განმარტებას ვითხოვთ კოლეგებო? აქ რო იყოს დარგვება და დავრწმუნდე მე ვერავინ ვერ დამასწრებს. ეხლა არც გია წვერებაში მომერიდება და დათუონიაშვილის რომ ჩემი ხმა ხო მაგლა თქვა. და თუ საჩხუბარია მაგრათაც მიჩხუბია ხო, მაგრამ მე მინდა დავრწმუნდე ვისი ბრალია. ზედამხედრობის სამსახურმა არ ვიცი, ალბათ იმ დღემდე, რომელ დღემდეც ისინი მუშაობდნენ თანამდებობაზე გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ არავის ჩვენ არაფერი არ დაგვიბრალებია, უბრალოდ პასუხისმგებლობა იგრძნეს ადამიანებმა იმისი, რომ ზოგადად ალბათ რაღაცა დაგვიანებით მოხდა და როგორც გითხარით, საკუთარი განცხადებებით დატოვეს სამსახური. ეს ყველას ხელით გაშვერები არ შეიძლება, ფაქტია. საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ათვისება აქვს გორის მუნიციპალიტეტს. რანან ეხლა და ბიჭი დამეხურეს. და იმას ხო ვერსად ვერ საუხმავთ რომ რეგიონიდან გამოყოფილი თანხის 2 მილიონზე მეტი საერთოდ დავკარგეთ. იმას ხო ვეღარ იტყვით რომ ავითვისებთ. ის სხვა თემაა ხო? საერთო ჯამში 7 მილიონი გვაქვს დაკარგული თანხა. და უფრო მეტ დაიკარგება წლის ბოლომდე. ეს არის და ეს. ბატონო მარალინა თქვა რომ დიდი ეჭვია რომ საბოტაჟია, ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ამის გარშემო. მე მაქვს სხვა ვერსია. აი ბატონო დიას თქვენმა გამჭვირვალე და გამჭვირვალე მთავრობამ ძალიან მორცხვად მოახერხა რომ სეკვესტრი გაეკეთებინა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ლარის კურსის გამო და ასე შემდეგ და ეს არის ცნობილი პროცესები ზუსტად იმ პერიოდში ცნობილი ისინი და ჯოხი გადატეყულიყო ყველაზე დაბალზე თვითმმართველობაზე პროექტმა იმის ნაცვლად რომ მაისის ბოლოს ყოფილიყო ყველაფრიანად ყველა ვადებში ჩატეული მაისის ბოლოს კი არა სექტემბრის 3 რიცხვში მითხრეს მე პირადად დაინტერესებულ დეპუტატს როგორც სოფლის დეპუტატს 3 რიცხვში 3 სექტემბერს მითხრეს რომ პროექტი ჩამოვიდაო და ყველა ორგანოსთვის უნდა მიგემართათ რომ ყველა ყოფილიყო ჩართული დიახ პარლამენტარი ჩაერთვა კი არ ჩაგვეთია პრემიერ-მინისტრი არ ჩაგვირთვია ყოველ შემთხვევაში. მაშინაც უარყოფითად შევაფასე და შევფიქრდნენ რომ 3 თვეში ეს თანხები მთლიანად ათვისებული იქნება. მაშინ სადღაც 2 მილიონამდე არ იყო ათვისებული. აღმოჩნდა რომ 4 მილიონი უკვე აღარ არის ათვისებული. გაორმაგდა ეს თანხები უყურებთ, თქვენ რომ აუთვისებლობა ვერ ითვისებენ ამ თანხებს. რა,